ბატონო გრიგოლ, მოგესალმებით. ალბათ ასე ჯობს. აგიხსნით, მე აგიხსნით ყველაფერს, როგორ ბრძანდებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მე ორიოდ თავისუფლება მივეცი, რომ თქვენ შესახებ ორიოდ სიტყვა მეთქვა და რა კი თქვენ ეს ვერ მოისმინეთ, იმიტომ რომ შემობრძანების პროცესში იყავით, გავიმეორებ და თქვენ ჩამისწორეთ ფაქტობრივი ინფორმაციის მოხსენებისას საზოგადოებისთვის რაიმე არ შემეშალოს. თქვენ ბრძანდებით გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აგვისტოს ომის პერიოდში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თქვენ კურირებდით, დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა თემასთან ერთად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს. მე ასევე ვთქვი, სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, რომ ომის შემდეგ თქვენ უკვე დაინიშნეთ მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრად ჩვენი ქვეყნის, რომ მოადგილეობისას და მე მგონი მინისტრობის პერიოდშიც თქვენ ყოველ შემთხვევაში დავით აიას კომისიას ასე უთხარით, მაგრამ ჩამისწორეთ გარკვეული პერიოდი ორმაგი მოქალაქეობა გქონდათ, იყავით რუსეთის მოქალაქე, როცა დაინიშნეთ თანამდებობაზე და იმავდროულად მონიჭებული გქონდათ და ამ დროს დაბადებითაც გეკუთვნოდათ საქართველოს მოქალაქეობა. პლუს კიდევ თქვი ის, რომ იმ დროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ეს დოკუმენტურად არსად არ წერია, ჩემი პირადი აზრია, თუ კი ვინმეს გააჩნდა მაღალი დონის დიპლომატიური გამოცდილება რუსეთში, რუსეთს მიღმა და ზოგადად დიპლომატიური გამოცდილება, კარიერული დიპლომატის, ერთ-ერთი იყავით თუ არა პირველ რიგში თქვენ. ეს ვისაუბრე მე თქვენ შესახებ, სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით. თუ რაიმეს ჩასწორება გნებავთ, ბრძანეთ. ამასობაში პროცედურას განგიმარტავთ, ეხლავე თქვენ მოგცემთ 20 წუთს და რაც გნებავთ, იმას სიტყვით. პროცედურა ასეთი, არი უხერხულოთ, ამას ვეუბნებით ყველას, რომ თუ კი თქვენ კითხვებზე არიდებთ პასუხს თავს, ამისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული. თუ თქვენ განზრახ ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცრუ ახსნა განმარტების მოცემას გადაწყვეტ რატომღაც ესეც სისხლის სამართლის წესით ისჯება, თუ აღმოჩნდა ბატონო გრიგოლ ისე რომ რაღაცა კითხვაზე პასუხში ფაქტობრივი ინფორმაცია შეიძლება გახუნებული იყოს, ბევრი წელი გავიდა და არ ხართ დარწმუნებული ზუსტად ასე იყო თუ არა, მაშინ დათქმით გითხარით, რომ მგონი ასე იყო, რომ თქვენ თვითონვე თქვენს თავთან შემდეგ, რომ პატა დავით აიას კომისიის წინაშე თქვენ იყავით, აქ მაქვს მე თქვენი გამოკითხვის ოქმი და რომ თქვენ თავთან არ მოხვიდეთ წინააღმდეგობაში. მე შემიძლია თუ მეტყვით და გთხოვთ გარკვეული თქვენი ამონარიდებით წაგიკითხოთ, ან თქვენივე ოქმი მოგაწოდოთ, რომ ჩვენ გქონდეს თქვენთან სრულყოფილი შეხვედრა. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ამ კომისიის მუშაობისთვისაც. ეხლა თქვენ 20 წუთი აიღეთ, თავისუფალი თხრობის რეჟიმში რაც გნებავთ, ბრძანეთ და შემდეგ კითხვებზე გადავალთ. მადლობა. მადლობა ქალბატონო თეა, მოადგილეობის და მინისტრობის შუაში 6 კვირა ვიყავე კულტურის მინისტრი. 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. 6 კვირა გამოდიოდა სადღაც. და თქვენის ნებართვით მე თქვენ მოგიტანეთ ის ტაიმლაინი, რომელიც მაქვს გაკეთებული სამინისტროში ყოფნის დროს მოვლენების მიყოლებით. საიდუმლო ამაში ახლა უკვე აღარაფერი აღარ არის, მაგრამ მონაცემები არის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, დაზვერვის, თავდაცვის სამინისტროსი და ჩვენი მოკავშირეების. თქვენის ნებართვით 8 ეგზემპლარი მოვიტანე, მაგრამ როგორც ხედავ გაკლიათ კომისიის წევრები, ამიტომ ამ 6 ეგზემპლარს როცა თქვენ ბრძანებთ, ჩემი თანაშემწე სამდივნოს გადასცემს და ისინი თქვენ გადმოგცემენ. კი ბატონო, სამდივნოს წარმომადგენელს თქვენი ნებართვით უკვე ვთხოვ, რომ ეს დოკუმენტი გადმოიბაროს, წევრებს მოაწოდოს. და კიდევ ერთი, იქ 2 დოკუმენტი აქვს ალბათონო თია და თუ კომისიის პროცედურა ითვალისწინებს დახურულ რეჟიმს, შემდეგ როცა მე თქვენ ამ დოკუმენტებს გადმოგცემთ, რამდენიმე კომენტარი მინდა გავაკეთო
დახურულ რეჟიმში ვფიქრობ, რომ თქვენთვის ეს სასარგებლოც და საინტერესოც იქნება. თუ კომისიის რომელიმე წევრი უკვე სამ კითხვას არ იქნება წინააღმდეგი, როდესაც თქვენ და ჩვენს დავასრულებთ საჯარო ნაწილს, შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე წუთი დახურული ნაწილი გამოვაცხადოთ, მაგრამ ჯერ თქვენი ნებართვით ჩავხედავთ ამ დოკუმენტებს, აი თუ ჩვენ მოგვეჩვენოს რომ არაფერი იქ საჩოთი რო არ არის და მე ვიმსჯელებ. ის ინგლისურად დაიტოვეთ. არავინ არ არის წინააღმდეგი რომ ეს საკითხი განვიხილოთ. რას გადავწყვეტ ნახოთ. ბატონო გრიგოლ, ამასობაში სანამ დოკუმენტებს არ ყვევენ, თქვენ რომ მე გაგაფრთხილეთ და რომ ეს ნამდვილად ასე იყო, პასუხისმგებლობის შესახებ, აი დოკუმენტს, რომელზეც იკითხეთ, აქ დავდო თუ არაო, იქნებ მოაწეროთ ხელი. და შემდეგ უკვე გისმენთ. ჩვენ მართლაც ორი წევრი გვაკლია, თუმცა კვორუმი გვაქვს, იმიტომ რომ შემადგენლობის უმრავლესობა უნდა ესწრებოდეს კომისიას და ბატონ თენგის სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გამოაერთვით თუ შეიძლება, ან დატოვეთ კი ბატონო. გისმენთ ბატონო გრიგოლ. არაფერი არ მაქვს ხალბატონ თეა სათქმელი 1000 ინტერვიუ მაქვს მიცემული ამ თემებზე, ამიტომ თქვენ დროს არ დავხარჯავ. კითხვა პასუხზე გადავიდეთ. ბატონო გრიგოლ, თუ წევრები მომცემენ უფლებას, მე შევდგები კითხვების დასმას. თქვენ როდესაც ბრძანდებოდით მინისტრის მოადგილე, ხომ სწორია, რომ თქვენი მინისტრი იყო ამ დროს ეკა ტყეშელაშვილი? ვინ იყო თქვენი მინისტრი? არა ხალბატონ თეა, ჯერ ბატონი დავით ბაქრაძე. დიახ. შემდეგ ხალბატონი ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა მე 2 კვირა აღარ მუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაისში 5 მაისს დავწერე განცხადება, წავედი და დამაბრუნეს 15 მაისს. კი ბატონო. ბატონი დავით ბაქრაძე და ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი, ეს არის ის 2 მინისტრი, ვისთანაც თქვენ იმსახურეთ. როდესაც თქვენ იყავით მოადგილე, ვინ იყვნენ სხვა მოადგილეები, ხომ ვერ გაიხსენებთ? სხვა მოადგილეები, პირველი მოადგილე იყო ბატონი გიგა ბოკერია, მოადგილე იყო ბატონი ნიკა ვაშაკიძე, ქალბატონი ნინო კალანდაძე. და ორივე შემთხვევაში იგივე გუნდი იყო. არა, ბატონმა ნიკა ვაშაკიძემ განცხადება დაწერა, თუ მიხსიერება არ ყვალათობს, მაისის ბოლოს და წავიდა სამინისტროდან. თქვენ რომ მინისტრი გახდით, ვინ იყვნენ თქვენი მოადგილეები? ბატონო? როდესაც მინისტრად დაინიშნეთ, ვინ იყვნენ მოადგილეები, ვინ ყავდათ, ვინ დანიშნეთ? პირველი მოადგილე ერთი პერიოდი იყო ბატონი გიგა ბოკერია, შემდეგ ბატონი ნიკა ვაშაკიძე, ქალბატონი ნინო კალანდაძე, პირველი მოადგილე იყო ბატონი ნიკა ვაშაკიძე, სერგი კაპანაძე, რაც შეეხება დიპლომატიურ საქმიანობას ეს არის. კი ბატონო. თქვენ ბრძანეთ რომ მაისში დაწერეთ განცხადება და დატოვეთ სამსახური მოადგილე როცა იყავით, ხომ ასეა და მე დაგაბრუნეს. რას ნიშნავს ეს და რა მოხდა? ეს არ ეხება პირდაპირ ამ კომისიის განხილვას. პოლიტიკური არ იყო? არა, ეს პოლიტიკური. არც ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებული, არც რუსეთთან დაკავშირებული, არც ომთან დაკავშირებული. არა. გასაგები. ამის შემდეგ თქვენ დაადასტურეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობებს კურირებდით, როცა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს, კი ბატონო. თქვენ როდის მე მახსოვს ეს ტელევიზიიდან და თქვენ თარიღი ჩემზე უკეთ გემახსოვრებათ. როდის დატოვეთ რუსეთის მოქალაქეობა? 2009 წელს გავაგზავნე მოთხოვნა და დასჭირდა 11 თვე ამის განხილვას და შეტყობინებას, რომ რუსეთის ფედერაცია თანხმდება იმაზე, რომ მე ჩემი ნებით დავტოვო მათი მოქალაქეობა. გასაგებია, როდესაც თქვენ მოადგილედ დაინიშნეთ და შემდეგ მინისტრად. ეს მნიშვნელოვანია დამერწმუნეთ იმ თემისთვის, რასაც ჩვენ ვიხილავთ. ოკუპირებულ საქართველოს გაუჩნდა რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს დამეთანხმებით ასე მჯერა გარკვეულ უხერხულობას თავის თავში, როგორც ფაქტობრივი რეალობა მოიცავს.
თუ იყო ამის განხილვა და ალბათ იმაზე გაკეთდა აქცენტი, რომ როცა არის აქეთ მოქალაქეობიდან გამოწვეული გარკვეული პოლიტიკური ხერხულობა, მაგრამ მეორე მხარეს დიდი გამოცდილება, შესაძლოა ამის გამო გაკეთდა მაინც არჩევანი, მაგრამ იყო თუ არა ეს განხილული. განხილული ეს თემა იყო უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტთან და შევთანხმდით, როგორც კი საჭირო მომენტი დადგებოდა, მე მოქალაქეობაზე ვარს ვიტყოდი, თუმცა ვეცდებოდი ამ სიტუაციიდან გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ ადამიანთან, ვინც რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამ სწავლობდი, ან მუშაობდი თავის დროზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შევხედავდით შეიძლებოდა თუ არა ამ რესურსის გამოყენება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ვიცოდით, რომ რაღაცა კონტაქტები ომის შემდეგ დაგჭირდებოდა და ეს ხელს არ უშლიდა ნამდვილად თუ ხელს არ უწყობდა. თუმცა, როდესაც დავწმუნდით 2009 წლის თუ მეხსიერება არ გვალავთობს 30 იანვარს, რომ არაფერში ეს არ გამოგვადგებოდა, დავწერე განცხადება, გადავეცი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას და 11 თვის თავზე დეკემბრის ბოლოს მოვიდა პასუხი. შეიძლება ერთი პატარა დაზუსტება ამ თემაზე. ხა თქვენ ბრძანეთ, რომ როცა მივხვდით, რომ ამას ვერაფერში ვერ ვიყენებდით, მაგრამ მე მაშინ მახსოვს ესეთი თემა იყო, შეიძლება ვწდები და თუ ვწდები ჩამისწორეთ. რომ რუსეთმა დაიწყო გამოძიება თქვენ წინააღმდეგ საქმე აზრებს, როგორც მათი მოქალაქე, რომელიც ემსახურება სხვა სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს, რომელთანაც პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ანუ როგორც მოღალატეს დაგიწყეს ძევნა და ამიტომ დაიწყეთ, ამიტომ დატოვეთ მოქალაქეობა. გასაგებია თქვენი შეკითხვა, არავითარი გამოძიება არ დაწყებულა. ვიღაც მესამე ხარისხოვანი დეპუტატი გამოხდა რუსეთის სათათბიროში, გვარად ბარსეგიანი თუ ბარსეგოვის, უბრალოდ არ მახსოვს, რომელმაც მოითხოვა გამოძიების დაწყება, რაზეც არ ვიცი ეს პროცედურა გაჩერდა, კაცშულს ხმა არ ამოუღია სხვას, მაგრამ მე საშუალება მომეცა ეს განცხადება გამეგზავნა. უკვე გასაგები იყო, რომ ხელი შეშლის გარდა ეს არაფერს არ გამოიწვევდა. ყველა ჩვენმა მოკავშირემ ეს იცოდა, არავისთვის პრობლემები არ შექმნილა და არ შეიძლებოდა შექმნა. კი ბატონო. ბატონო გრიგოლ, მე მაქვს ქრონოლოგიურად რამდენიმე კითხვა. ერთი ეხება 2008 წლის თებერვალს. თქვენ პატა დავით აიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე ბრძანეთ, რომ 2008 წლის თებერვალში ჩვენ გვითხრესო და ეს მაინტერესებს ვინ გითხრათ, რომ კოსოვოს სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთი აპირებს რაღაცას სამაგიეროს გადახდას თუ რას რა გითხრეს და რა იცოდით რას აპირებდა რუსეთი რა ინფორმაცია მოგაწოდეს და ვინ ეს პრეზიდენტს აქვს ნათქვამი ინტერვიუში მეც არაერთხელ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა თქვა ნათქვამი მაქვს ამიტომ ამ ნაწილში შეიძლება ბატონი დავით აიას გასაიდუმლოებული ოქმების ნაწილის გაჟღერება ეს იყო 21 თებერვალს ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის როდესაც მან თქვა ეს ციტატა არის ჩვენ ადეკვატურად თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალი არის. რუსეთის მოქალაქეები და განსაკუთრებით ვინც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს, ისინი ამას ითხოვენ და ჩვენ ამ თხოვნას ვერ უგულველყოფთ. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა. უკაცრავად ხაბატონთია, შემდეგ მან დაამატა. დიახ. არაფერი კომპრომისის გამომუშავება არ შეიძლება არაფრის ხარჯზე, მათ შორის ნატოს ხარჯზე, იმიტომ რომ თქვენი ნების წინააღმდეგ, ესეც ციტატა არის, შეგათრევენ ნატოში, დააყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას. შესაბამისად ამ კვახე ფორმით გამოიხატეს. ამის შემდეგ მან ინტერესი დაკარგა სრულიად საუბრისთვის, საუბრის მიმართ სრულიად დაკარგა ინტერესი. ვინ? პუტინმა. პუტინმა.
სრულიად დაკარგა ინტერესი და ჩვენთვისაც ყველაფერი გასაგები იყო. ბატონი საქართველოს პრეზიდენტი როგორ იქცეოდა ამ შეხვედრაზე? ბატონი საქართველოს პრეზიდენტმა უთხრა, რომ ეს კატასტროფული გადაწყვეტილება არის, რომ საქართველოს და ქართველიერი ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს და ის შედეგები, რომელიც თქვენ ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს, რაშიც საქართველოს ბრალი საერთოდ არ არის, იმიტომ რომ იმ მომენტისთვის როგორც დღეს არც მაშინდელ ხელისუფლებას, არც დღევანდელს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია და არც აპირებს. მით უმეტეს, რომ 4 სახელმწიფო არის ევროპის კავშირის და ნატოსი, რომელიც ზუსტად იგივეს აკეთებს. მაგრამ ეს ქალბატონო თეა არ იყო კოსოვოს თემა. ეს ყველაფერი იყო ის, რაც 2006 წელს რისი მომზადებაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისათვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. ბატონ გრიგოლ, თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ ჩვენ ახლა საუბრობდით 2008 წლის 21 თებერვლის დღეზე, რომ 2008 წლის დაახლოებით იანვრის პერიოდში მაგალითისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აგზავნიდნენ საქართველოს ხელისუფლებისკენ სიგნალებს, რომ მათ სურდათ კიდევ ერთხელ გარკვეული მაღალი ხარისხის დაძაბულობის შემცირება და წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ორივე ხარისთვის მომხდარიყო გამოუსწორებელი დამდგარიყო შედეგი. თუ იცით ამის შესახებ? საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ქალბატონო თეა არ ინახება არანაირი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით. გაგონილი ქონდა, მაგრამ სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, არავითარი სიგნალი არ შეიძლება შემოსულიყო საოკუპაციო რეჟიმისგან იანვარში, რომლის საფუძველში შეიძლება ყოფილიყო სერიოზული განზრახვა დაძაბულობის განტვირთვისკენ მიმართული. გასაგებია. იმიტომ და კიდე ერთი მინდა დავუმატო, რუსეთის ფედერაციას იმ პერიოდში ყველაზე მეტად აღელვებდა ენერგომატარებლები. მთელი ევროპა იჯდა იაფასიან რუსულ ნავთობის და გაზის ნარკოტიკზე, ამიტომ მათთვის ამას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ესე იგი 21 თებერვალს, როგორც თქვენ ბრძანებთ და ამბობთ, რომ შეხვედრას ესწრებოდით, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ ადეკვატურად გიპასუხებთ, ეს უბრალოდ თქვენი ადეკვატურად ვუპასუხებთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ არის, თქვენი ბიოგრაფიის ბრალია, ეს ხდება თებერვალში. თუმცა მერე თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის სადღაც ივნისის პერიოდში, თარიღი თქვენ გემახსოვრებათ, თითქოს და თქვენ ჩაგაქვთ რუსეთში წერილი. რა წერილი ჩაიტანეთ რუსეთში? წერილი გამოქვეყნებული იყო ქალბატონთეა, მაგრამ წერილამდე საქართველოს დიპლომატიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ გავსულიყავით რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ 21 თებერვლის შემდეგ მოვლენების განვითარების პროგნოზი ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო. დახურულ ნაწილში მე თქვენ მოგახსენებთ, რა იყო ამ პერიოდში გაკეთებული და რაც შეეხება წერილს, ეს იყო ჩვენი ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც შეთანხმებული იყო ჩვენ მოკავშირეებთან, რომელიც ითვალისწინებდა ერთხელ და სამუდამოდ იმის მოგვარებას, რაც ლამაზად კონფლიქტი დაარქვეს, სინამდვილეში პროქსიომი იყო საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში უპირველეს ყოვლისა. ერთობლივი სამართალდამცავი ორგანოების შექმნა, ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა და ასე შემდეგ. ეს არის ის შეთავაზებები, რაც თქვენ ჩაიტანეთ? 22 ივნის, დიახ, 21 ივნის უკაცრავად. ძალიან დიდი ინტერესით მოახდინა ამაზე რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ზემოთ სხვანაირად გადაწყვიტეს და მესამე დღეს ეს დოკუმენტი გაზეთ კომერსანტში იყო გამოქვეყნებული, რითაც მივიღეთ სიგნალი, რომ ეს ამბავიც მორჩენილია. შესაბამისად, თქვენ როდესაც
ესე იგი თქვენ როგორც ჩანს და ამით თქვენი პასუხით დასტურდება, როდესაც დავითაიას კომისიის წინაშე ისაუბრეთ წერილზე, საუბარია იმ წერილზე, რომელიც შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს. ეს არის წერილი, რომელსაც ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, ხომ ასეა? დიახ. და მიმართავს ბატონ მედვედევს. ამ წერილზეა საუბარი. ბატონი სააკაშვილი აქ სთავაზობს სხვადასხვა პირობებს, მათ შორის ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას მართლაც და ეუბნება, რომ რასაკვირველია, ბიზუსლოვნა, ასეთ სიტყვას ხმარობს, შეიძლება ეს წერილი თქვენი შედგენილიც იყოს, რომ ამ დიალოგის დროსო უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები ამ ყველაფერში გათვალისწინებულიო. მაგრამ მე ვიცით, რომ იყო პასუხი. პასუხი არ მოსულა ქაბატონი. აქ არის პასუხი. არა, პასუხი არ მოსულა, მე მხედველობაში მაქვს სერიოზული პასუხი, თორე ეს ხო. ასევე გამოქვეყნდა პასუხიც. ეს ღია წყაროებიდან ამოღებული ინფორმაცია მაქვს. გამოქვეყნდა პასუხი, როცა მედვედევი პასუხობს ივლისში სააკაშვილს ამ თქვენ მიერ ჩატანილ წერილზე და ეუბნება ასეთ რამეს, რომ ეხლა სიტყვა ოკუპირებულს რა თქმა უნდა ის არ ხმარობს, მე ვამატებ, ტერიტორიებზე არ არის შექმნილიო ისეთი ვითარებაო, რომ პირდაპირ ერთობლივი ადმინისტრაციების შექმნით დაიწყოთო, ამას ეუბნება. ეუბნება ასევე, რომ პირველ რიგშიო მე გირჩევდითო ბატონო მიხეილო, რომ რიტორიკა შეცვალოთო, იმიტომ რომ თქვენი განცხადებებიცო ხშირადო იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსო აგრესიულად განაწყობსო, რჩევას აძლევს. ასევე ეუბნება, რომ ჯერჯერობით ნაადრევიაო, რომ კატეგორიულად მოითხოვოთ დევნილების დაბრუნებაო და მანამდეო ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგასო. ეუბნება, რომ ემუშავეთ გულწრფელად ეუბნება თუ ყასიდად ეუბნება, ეს წერილიდან არ ჩანს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან რაღაცები დავასკვნათ და ვივარაუდოთ, მაგრამ მე ვყვები საზოგადოებისთვის ამ პასუხში რა წერია, რომ მე განსაჯოთ სერიოზულია ეს პასუხი თუ არა. ასევე მედვედევი პასუხობს სააკაშვილს და ეუბნება, რომ ჩვენო შევქმნათო, როგორც ეს თქვენი სურვილიაო, არა ვარ წინააღმდეგიო, ერთობლივი კომისიაო, რასაც თქვენ იმ წერილში ითხოვდით, ხომ, რომელიც ჩაიტანეთ, რომ ერთობლივი კომისია შეიქმნასო და შერიგების და უშუალოდ ხალხებს შორის ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს და რაც ჩემთვის კითხვა თქვენთან ხომ არიცით რა შეიძლება მედვედევს ეგულისხმა, ამბობს ესეთ რამეს, რომ ключевая роль, რასაც ქვია, ხო? აი როგორ არის ქართულად ძირითადი, გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერშიო. თქვენ გეკუთვნით ბატონო მიხეილ ნიკოლოზის ძევო. აი ეს კითხვა ეს წერილი რო წავიკითხე მე თავის დროზე, როცა გამოქვეყნდა, გამიჩნდა რომ რას შეიძლება გულისხმობდეს მედვედევი, როდესაც ვინაიდან თქვენ წერილი ჩაიტანეთ, შემდეგ იქ მოისმინეთ რეაქციები. განსაკუთრებით დადებითი, როგორც თქვენ ამბობთ, საგარეო იქაური საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და უცბად პირველი პირი, პრეზიდენტი აგზავნის პირველ პირთან პასუხს და ეუბნება, რომ რაღაცები შესაძლებელია, რაღაცები ნაადრევია, რაღაცები შეიძლება შეუძლებელიც იყოს, მაგრამ გადამწყვეტი როლიო თქვენ გეკუთვნითო და რა იგულისხმება ამაში წერილში არ არის ახსნილი და თქვენ ხომ არიცით. საბატონო თეა, მაისში იმ დოკუმენტში, რასაც კომისიის წევრები მიიღებენ, იქ არის ეს დაფიქსირებული. შესდგა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს და მედვედევს შორის. მაშინ პრეზიდენტ მედვედევს შორის. და მოლაპარაკება იყო, რომ ივნისში უნდა შეხვედროდნენ ასტანაში. აი ამ წერილის შემდეგ. მედვედევმა ყველანაირად აარიდა თავი კონტაქტს, შეხვედრა არ შესდგა. მიზეზი რა იყო? მიზეზი დახურულში მოგახსენებთ. მიზეზი რაც.
კარგი. თქვენ როცა ეს წერილი ჩაიტანეთ, ბატონო გრიგოლ, ეს წერილი ვინმესთან ქვეყნის გარეთ შეთანხმდა? კი. ვისთან? დახურულში გეტყვით. ჩვენ მოვისმინეთ თქვენ სანამ შემობრძანდებოდით 2004-2007 წლებში იყო ასეთი თანამდებობის პირი გემახსოვრებად მიხეილ ქარელი, რომელიც შიდა ქართლში იყო პრეზიდენტის მიერ დასახელებული სახელმწიფო რწმუნებული. მან თქვა ასეთი რამ, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როცა შეხვედრები იყო ხოლმე, ამბობდაო, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ, ამას პირდაპირ ამბობდაო და ციტატა მოიყვანა სააკაშვილის, რომელიც ყველას მინდა შევახსენო, იყო იმავდროულად მთავარსარდალი, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსებს. რას იზავენო? მიხედავენ რუსებსო ამერიკელები. ასეთი გამონათქვამის თქვენ დავითაეს კომისიის წინაშე ბრძანეთ, მე ყველაფერში ვიყავი ჩართულიო, მიუხედავად იმისა, რომ მოადგილე იყავით მინისტრის იმ დროს. მანამდეც მოადგილე იყავით და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ეს, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს და მე ავიყვან ჩემ ჯარს და შევიყვან ცხინვალში? ამ კომისიას ვცემ პატივს, ქალბატონო თია, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვების გამოყენებაც მინდა. ამისთანაც სისულელე არასოდეს არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან. გასაგები, ანუ თქვენ არ გაგიგიათ. შემდეგ მივყვეთ ჩემ შეკითხვებს, ჩვენ გვაქვს, თქვენ ხომ გაგვთ დრო, ჩვენ გვაქვს დრო, იმიტომ რომ თქვენთან შეხვედრა ძალიან თქვენ ხელში ვარ ახლა, როცა მქონდეს დრო. ეს უნდა გაუფრენილიყავი, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს ის თუ აქ არის, რომ გადავწყვიტე არ შევიკნა პრობლემა. არ მოვიდა მუქარის ავტორი. არ მოვიდა. არა. ხუმრობა იქით იყოს თუ ნახევრად ხუმრობა, მაგრამ ჩვენ თქვენგან განსხვავებით დღეს გვყავდა ყოფილი მინისტრი დაბარებული ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც არ იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების ხარისხი იმისთვის, რომ მოსულიყო. მადლობა. ისეთ ხოვნა მაქვს ქალბატონო თია, ის ორი დღე გაფრთხილება ერთი კვირით მაინც გადაიტანოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ხო იცით ადამიანის ცხოვრებაში და ანუ ერთი კვირით ადრე თქვენ გეცოდინებათ თუ ხო, ეს უკვე საშუალებას იძლევა. მინიმუმ 2 დღეა და თუ გნებავთ თქვენ როგორც ეს საშუალებას იძლევა, ხა მაგალითად შეხვედრები მქონდა დანიშნული, მე საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი. კი ბატონო. მომავალში თუ თქვენთან შეხვედრა კიდევ დაგჭირდა, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, რომ ვთქვათ ერთი კვირით ადრე ბატონ გრიგოლ სამდივნოს საყურადღებოდ ვამბობ შევატყობინოთ. ვაგრძელებ. ესე იგი, თქვენ თქვით ასევე იმ კომისიის წინაშე რომ გამოცხადდით, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულზეო. ეს თქვენ ბრძანეთ. ეს არის 4 აგვისტო, შეიძლება 3-იც, მაგრამ თქვენ 4-ზე საუბრობთ. ის ყველაზე ადრინდელი დღე 8 აგვისტომდე ეგზემპლარი მომეცინეს. დიდი ბოდიში ქალბატონო თია, ჩემ მადლობა. გისმენთ ყურადღებით. რაც მოგვით. ესე იგი, თქვენ ამბობთ იმ კომისიის წინაშე ასეთ რამეს 2008 წელს ნოემბერში გამოცხადდით პარლამენტში დროებითი კომისიის წინაშე და ბრძანეთ ასეთი რამ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. მივყვეთ ამ ვერსიას და 4 აგვისტო შესაბამისად თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად არის საომარი მოქმედებების ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როდესაც თქვენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და ვარაუდობ მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა
უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მასირებული, ვციტირებ, შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან. ეს არის თქვენი განცხადების შინაარსი, ანუ ვერსია, რომელიც წარმოადგინეთ კომისიის წინაშე. შემდეგ ამბობთ, რომ 7 აგვისტოსო მეო, როგორც ესე იგი თქვენ ამ დროს ბრძანდებით მინისტრის მოადგილე საგარეოში. ჩემი ხელით დავწერე განცხადებაო საგარეო საქმეთა სამინისტროსიო, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. სამხედრო ტექნიკაზეა საუბარი. შესაბამისად, მინიმუმ 4 აგვისტოდან, მით უფრო 7 აგვისტოს თქვენ, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გცოდნოდათ რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის და სად გადაადგილება და სად რა დარტყმებია, უშუალოდ თქვენ არავის არ ევალებოდა თქვენთვის შეეტყობინებინა. უკვე იცით თქვენც კი, რომ არამც თუ დაძაბულობა, არამედ უკვე სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. პირველი კითხვა არის, ვინ შეგატყობინათ ამ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე, ვინ იყო ის პირი, ალბათ სამხედრო თუ პოლიციის ძალების. და 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. და თუ ეს მეორე კითხვა, თუ ეს ყველაფერი იცოდით, ჩვენ შეგვიძლია კადრებიც გაჩვენოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დაგჭირდებათ. თქვენ ზუსტად გვერდით თუ არა, ერთის გამოტოვებით ხართ ყველა სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომებს მართავს იმ დღეებში. ეს კადრებიდანაც ჩანს. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? თქვენს პოზიციაზე, იმიტომ ამახვილებ ბატონო გრიგოლ ყურადღებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის და მინისტრის მოადგილის ფუნქცია ვერ იქნება მოსახლეობის ევაკუაცია. მაგრამ თქვენც კი სამოქალაქო პირმა, რომლის მთავარი ფუნქცია არის დიპლომატია. იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციური საფრთხე. რატომ არ გააფრთხილეთ თუ რატომ არ გააფრთხილეს? რა იმსჯელეს უშიშროების საბჭოზე? ეს ორი კითხვა მაქვს. საიდან იცოდით? და თუ კი იცოდით, შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთანგან უმრავლესობა დაიღუპა და ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმატყვით გარდაცვლილი, დახვრიტეს. ხოთ. თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ მარტო ქალბატონოთია. დიახ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 артиლერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო ყველა შეთანხმებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია, როგორც მე თქვენ გითხარით, მოდიოდა რამდენიმე წყაროდან. მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს ამ უკვე დაწყებული ომის. როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ ორ დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით საიდან რა ვიცოდი. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. გასაგები, ანუ ჩვენ გულშეწუხებული მოქალაქეები, რომ გიმზერდით ტელევიზორში ცხოვრობდით, რო იტყვიან, ესე იყო ხო ჩვენი ყველა საქმე. და თქვენ იყავით იმ უშიშროების ხდომებზე წარმოდგენილი, თუმცა კითხვა ჩდება მინისტრი რატო არ იყო ყოველთვის თქვენ იყავით. თქვენ ეს საკითხი დააყენეთ და გიპასუხეს, რომ განვიხილავთ.
არ მეპასუხეს რომ განვიხილავთ. საკითხი იყო საჭიროების შემთხვევაში მივხედავთო, მაგრამ მეორე მხრივ ქალბატონთი არ დაგავიწყდეთ რომ საქართველოს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც გამოთქმული იყო მაშინ. კი ბატონო, სამდივნოს თხოვრო, ეს პასუხი განსაკუთრებული ყურადღებით მოინიშნოს. ბატონო გრიგოლ, მე ვწყვეტ კითხვების დასმას დროებით, იმიტომ რომ ბატონი სოზარი დროებით დაგვტოვებს და მას აქვს შეკითხვები. გესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს გიორგი გაბუნიასთან, რომ მე რუსეთს შეუთვალე, რაღაცები ის რაც მართლა შეცვლილია და რაც წერილში არ წერია ისიც, რომ მე ვარს ვამბობ ნატოზე, თუ კი რაღაცა დავლაგდებით, თქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოკუპირებულ ტერიტორიებს მაშინ არ ეძახდნენ, მაგრამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. იყო თუ არა ასეთი შეცვლა, იმიტომ რომ სადღაც დოკუმენტი ამისი ვერ ვნახეთ, რა იცით თქვენ ამის შესახებ? ხო, სტრატეგიული ობიექტების გადმოცემაზე იყო ლაპარაკი აეროპორტებზე, მმართველობის ნებისმიერ ფორმას ვთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხელისუფლებებს და პლუს ნატოზე უარის თქმა. აი რა იცით ამის შესახებ, რა დონის მოლაპარაკება იყო, რა შეცვლა იყო, შევიდა სიღრმეში ამ საკითხის განხილვა თუ რა ხდებოდა და მეორე კითხვა, ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში პირველი სტრასბურგს არ ვეხები ამ შემთხვევაში. წამყვანი ორივეგან იყო იუსტიცია, მაგრამ თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერ მოადგილე შემდეგ მინისტრს უნდა გქონოდათ გარკვეული ინფორმაცია, ხო? იყო ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც უბრალოდ წავაგეთ კი არა, განსახილველად არ მიიღეს, იმიტომ რომ თქვენს რომ არანაირი არგუმენტი არ აქვს ქვეყანას წარმოდგენილი. აი რატომ მოხდა, რომ არგუმენტები ვერ იქნა წარდგენილი? და მეორე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან პრაქტიკულად ხელისუფლება სანამ არ შეიცვალა, საქართველოს არ თანამშრომლობდა, მე ასე მარტივად მესმის, რომ რუსეთი იმ ეტაპზე თანამშრომლობდა, რუსეთი წარადგენდა თავის მტკიცებულებებს, საქართველოსთან მტკიცებულებები არ მიდიოდა, გამოძიება დაწყებული იყო და გამოძიებას ხელს არ უშლის არ თანამშრომლობა და პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ საქართველოს გამტყუნდებოდა 2012 წელს 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარიყო. სწორედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო მტკიცებულებების წარდგენა და ეს მტკიცებულებები იმდენად ბევრი და იმდენად წონიანი იყო, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ნახა, რომ იქ მისთვის სასურველად არ მიდიოდა საქმე, სწორედ ამის შემდეგ 2012 წლის შემდეგ თქვა უარი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და არა მხოლოდ უარი თქვა, არამედ დენონსაცია მოახდინა იმ პაქტის, რომლითაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოქმედებს და რომელთანაც რუსეთი შეერთებული იყო. თუ საბოლოოდ ეს საქმე ჩვენ მოვიგეთ დღეს რამდენიმე ადამიანის მიმართ ზებნაც კი გამოცხადდა ჰააგის სასამართლოს მიერ. აი რატომ ხდებოდა რომ არ ხდებოდა ამ მტკიცებულებების შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა. კიდევ გავიმეორებ, კარგად ვიცი რომ იუსტიციის სამინისტრო იყო წამყვანი, მაგრამ შეუძლებელია საერთაშორისო საგარეო საქმეთა სამინისტრო კურსში არ ყოფილიყო, მით უმეტეს რომ თქვენ კურირებდით როგორც მოადგილე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს. გმადლობთ. არასოდეს არსად არც ერთ საუბარში პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. პარლამენტის წევრები ბრძანდებით და დამეთანხმებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ანიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის. გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ მე შეუთვალე, რომ ნატოზე უარს ვამბობ. ანუ მოიტყვა ესე იგი, ხო? ეგეც პასუხია. არსად არასოდეს ოფიციალურად და არაოფიციალურად არ გამიგია, არ მინახია, არ დავსწრები ვარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტს ესეთი განცხადება გაეკეთებინა. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა. რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრები ვარ. თუმცა ეს როგორც გესმით დიპლომატია არის და ძალიან უხეშად რო ვთქვა, აღებიცემობაა. მაგრამ არასოდეს საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე ვარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში თავში არ მოსვლია და სხვა შორის მინდა გითხრათ, იმიზეზისთაც არ მოსვლია არავის თავში, როდესაც რუსებმა თქვეს, რომ
ნატოზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენინების მიუხედავად შეგათრევენ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ ამ ციტატას. რაკეტებს დააყენებენ თქვენ ტერიტორიებზე და დაუმიზდებენ რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს, ყველა მასალა, რომელიც გამოთხოვილი იყო სხვა უწყებებიდან, ჩვენ დავაგზავნეთ. შემდეგ ალბათ მაშინდელ პირველ პირებს უნდა გითხოთ პროფილური სამინისტროების. დიდი მადლობა. ხო, პირველ კითხვასთან დაკავშირებით მე მგონი ჩვენ საზოგადოებას ახსოვს და ჩვენ ეთერის შემდეგ იმედია ჟურნალისტები მონახავენ ძალიან მარტივად ამ ჩანაწერს დააჩვენებენ საზოგადოებას, როგორ ამბობს სააკაშვილი ამ სიტყვებს, რომ ის მან შეუთვალა, რომ ნატოზე უარს ამბობდა. თუ ეს ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის აუვლით, ასეთი სერიოზული განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა, ეს საერთოდ წარმოუდგენელია და კარგად მეტყველებს რა ტიპის მმართველობა არსებობდა იმ რეჟიმის პირობებში. მადლობთ. მმართველობა იყო ეფექტური, რაც შეეხება ქართულ დიპლომატიას და საგარეო პოლიტიკას. ბატონო სოზარ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ადამიანს შეიძლება შეეშალოს. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზულ თემებს. სერიოზული თემა არის ის, რაც დოკუმენტალურად მტკიცდება და რასაც მე როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირი შემიძლია ყოველ წუთში მოვაწერო ხელი. არასოდეს არავის თავში პრეზიდენტისგან დაწყებული, ატაშემდე დამთავრებული თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი, ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო. შეთავაზებაც კი არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან, მithumetes კიდევ ერთხელ იმ ციტატას აღარ გავიმეორებ. კი ბატონო, მადლობა ბატონო გრიგოლ, ახლა სააკაშვილის თავში რა მოუვიდა, ამაზე თქვენ ხელს ნუ დადებთ მაგის გამო. თქვენ იმაში კი გეთანხმებით, რომ რაც დოკუმენტურად არის, მაგრამ იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილის თავში ეს არ მოსვლია. მას რომ მოვიწევთ და თუ მოვიწევთ და იმედია მოვიწევთ, მობრძანდება, მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ მაშინ, ბატონი სოზარი მალევე შემოგვიერთდება. თქვენ ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომელიც თუ არ გახსოვთ, შეგვიძლია რომ გაჩვენოთ. ყველაფერი მახსოვს ხო? კი ბატონო, 4 აგვისტოა, სადაც თქვენ ამბობთ, რომ კოკოითის თვითშემოქმედება არისო, პროვოკაციაო. ეს თუ რუსეთის ფედერაციის აგრესია არის თუ კოკოითის თვითშემოქმედება, ჩვენ ამაში უნდა გავერკვიოთ. ნათქვამი იყო მხოლოდ იმიტომ, რას გულისხმობდით, რა თვითშემოქმედებაზე იმას, რომ იქნებ რამენაირად თავიდან ავიცილოთ ომი და არ შევიდეთ საომარ რიტორიკაში. კარგი. ბატონო გრიგოლ, თქვენ ხომ არ ფიქრობთ იმ გამოცდილების ფონზე, რაც თქვენ გაქვთ, რომ 2008 წლის 21 თებერვლის შეხვედრის აი ისე დასრულება, როგორც ეს თქვენ აღწერეთ. სადაც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი ეუბნება საქართველოს სახელმწიფოს პირველ პირს, რომ იქნება ადეკვატური პასუხი. ხომ არ იყო ეს უკვე შედეგი, არა დასაწყისი, არამედ უკვე შედეგი აი იმ მოვლენების, რაც 2004 წლიდან განვითარდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მესმის, რომ ამ პერიოდში თქვენ არ ბრძანდებოდით თანამდებობაზე საქართველოში, 4, 5, 6 წლები ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკის განსაზღვრისა თუ განხორციელების ნაწილებში. ჩვენ მაგალითად ვიცით და როგორც თქვენ იტყოდით, დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ სამხედრო ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიმართულებით ძალიან სერიოზული შეცდომები, რბილად ვსაუბრობ, იყო დაშვებული მინისტრ ოქრუაშვილის მმართველობის პირობებში. ბატონი პაატა დავითაიაც ადასტურებდა წეღან, რომ არაფერი არ გაკეთებულა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შემუშავების მიმართულებით. მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტ გამოვლილ ხალხებს შორის
ნდობის აღდგენას და გაძლიერებას. იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის მინისტრები და თანამდებობის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო რიტორიკითა და სამშვიდობო ინიციატივებითა და მიდგომებით და ჩვენ ხედავდით, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ დღეს ჩვენს წინაშე და პარტიის თავმჯდომარეს ბრძანდებოდით, იყო თითქოს ორი ფრთა, დიდი უმრავლესობა, რომელიც იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. გულწრფელად წამდათ, რომ ეს შედეგს მოიტანდა თუ არა, ამაზე მოდით ნუ ვიდავებთ დღეს. და მეორე, რომელიც ძალიან პატარა ჯგუფი, მორწმუნეობრივად, რომელსაც გია ბარამიძემ ბევრჯერ მაგალითად ილუზია უწოდა და სისულელე, მიილტოდა იქითკენ, რომ იქნებ როგორმე სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად გავამრავლოთ ინიციატივები, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მაგალითად ვისვის და თქვენ კარგად მოგეხსენებათ შინაარსი 1994 წლის შეთანხმების, როდესაც საქართველოს და რუსეთს და ყველას აეკრძალა დალის ხეობაში, კოდორის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა, რომ დაგვეცვა ეს შეთანხმებები და როგორღაც მივსულიყავით ერთმანეთის შერიგებამდე ერთმანეთთან იარაღის გარეშე. აი ასეთ დოკუმენტურად ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმდროინდელ მმართველობის პერიოდთან. თქვენ როგორც მინისტრის მოადგილე, როგორ ფიქრობთ? აი ეს პირველი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც უფრო იარაღის ძალით დაბრუნებას ემხრობოდა და შლიდა მიზანმიმართულად ყველა სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის, თქვენი პარტიის, ყოფილი პარტიის შეკრებაც. თუ არ ვცდები 2005 წელი იყო, სადაც პირდაპირ აიკრძალა ყველანაირი აფხაზებთან თუ ოსებთან ევროპის დედაქალაქებში შეხვედრა. რომელი წელი იყო? 2005 თუ არ ვცდები. და ვუბრუნდები კითხვას. ამ ყველაფრის, რაც ახლა მე ბევრი დრო დავკარგე და თქვენც დაგაკარგინეთ ყველას და მოვყევი მოკლედ. ნაბიჯ რა ხდებოდა? ხომ არ იყო 21 თებერვალი 2008 წლის, სწორედ ამის შედეგი, რა განცდა დაგრჩათ თქვენი შეხვედრაზე მონაწილეობისას? და ოქრუაშვილი როდესაც ამბობდა, ეს ხომ მე არ გამომიგონია, რაც არ უნდა ახლა ჩვენ დაგვაბრალონ რომ აქ რაღაცეებს არასწორად ვაკეთებთ. ოქრუაშვილის ჩანაწერი არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ 2006 წლის ახალ წელს, 2007 წელს ჩვენ შევხვდებით ცხინვალში. და 21 თებერვალს, როდესაც პუტინი უკვე, როგორც თქვენ ამბობთ, ძალიან მკლახედ რბილად საუბრობ კიდევ. მე არ ვამბობ, ხაბატო, თქვენ ალბათ გამოითხოვეთ ეს საუბრის ჩანაწერი საგარეო. თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ იქ იყავით, ეს სანდოა ჩემთვის აბსოლუტურად. და ხაბატო, ამას ამბობთ. ხომ არ იყო? საუბრის ჩანაწერი თქვენ ნახეთ, ხო? საგარეოდან. დიახ. თქვენც დაადასტურეთ, რომ ასე იყო, იმიტომ რომ ჩანაწერი ერთია და თქვენ რომ აქ ბრძანდებით ეს ჩემთვისაც და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო უტყუარია, რომ თქვენ ამბობთ, მე იქ ვიყავი და ითქვა ეს. ამას გეკითხებით, რომ ამდენ წლიანი უკან სვლა, კიდევ უფრო გაზრდა დისტანციისა, ისედაც 90-იანი წლებიდან კონფლიქტიდან ძლივს გამოსულ ხალხებს შორის. 21 თებერვალი ის შეხვედრა პუტინთან, სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთს ხვდებიან თქვენი ბრძანდებით. ხომ არ იყო უკვე ამის შედეგი და არა ვთქვათ დასაწყისი რაღაცა პროცესის, რაც დასრულდა 2008 წლის ომით. როგორ ფიქრობთ თქვენ? ხაბატონთეა სრული პასუხისგებლობით დახურულ შეხვედრაზე მე თქვენ აბსოლუტურად დეტალურად მოგიყვებით იმ მოვლენებს, რომლის შედეგიც იყო 21 თებერვლის შეხვედრა და რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობასთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხება 2005 წელს ბატონ ოქრუაშვილის მინისტრობას, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ
საქართველოში არ ცხოვრობდი მაგ დროს იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ არაბითარი თანამდებობა არ მეკავა. თუ ესეთი განცხადება გააკეთა მან, ეს განცხადება ხელს ნამდვილად არ უწყობდა საგარეო პოლიტიკის გატარებას იმ პოლიტიკის, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციის დროს იყო. ყველაფრის შეთავაზება კეთდებოდა აალანდის კუნძულების ტიპის მმართველობის, ალტო ადიჯეს ტიპის მმართველობის, შერეული ადმინისტრაციების ეს წერილი, რომელიც მე 22 ივნისს ჩავიტანე, ეს შედეგი იყო იმ შეთავაზებით. მე აღარ ვლაპარაკობ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გაკეთებულ სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე მე თქვენ მოგიყვებით, რა მოხდა და რა გამოიწვია 21 თებერვლის შეხვედრის ამ ტონალობაში ჩატარება და შემდეგ რა მოხდა 2008 წლის აპრილში. და კიდევ ერთ შეხვედრაზე მოგიყვებით, რომლის საუბრის ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ ძალიან კაფიო და ნათელი არის სად ვიყავით 2008 წლის თებერვალში. კარგი, ბატონო გრიგოლ, ბოლო კითხვა მაქვს მე, თუმცა თქვენთან დაუსრულებლად შეიძლება საუბარი დიდ ინფორმაციას ფლობთ და გამოცდილებაც გაქვთ. სწორად რომ ჩამოვაყალიბო და თან უსაფრთხოდაც ქვეყნისთვის. რბილად ვიტყვი 2004 წლიდან, როდესაც მიზანმიმართულად შლის სამშვიდობო ინიციატივებს. როდესაც გაქვს თქვენზე არ ვსაუბრობ კონკრეტულად, ხელისუფლებაზე ვსაუბრობ, გაქვს მილიტარისტული რიტორიკა. იცნობ რუსეთს. იცი რა შეიძლება ამას მოხვეს. არ გინდა შერიგება შენივე თანამემამულებთან, რომლებიც დროებით გამყოფი ხაზის იქით დაგრჩა. ეს თქვენი აზრით უბრალოდ ბოდიში გამოთქმისთვის სიგიჟეა, გაუწონასწორებელი ადამიანის სიშლეგეებია, რომელმაც მის გარშემო 2004-2007 წლებში განსაკუთრებით ისეთი ხალხი შემოიკრიბა 2-3 კაცთან ერთად იჯდა და წვეთდა ღამე გადაწყვეტილებებს იღებდა და ამის ბრალია, ანუ სიშლეგეა, თუ ეს არის გარედან მიღებული, საიდანღაც მიღებული, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან მიღებული დავალებები თქვენი აზრით, რომ შეასრულეთ და მიზანმიმართულად დაშალეთ ქვეყანა და ჩააბარეთ ტერიტორიები რუსეთს. როგორ ფიქრობთ თქვენ? იმიტომ რომ ორი ვერსია არსებობს. ან უნდა იყო გონებასთან მწყრალად მყოფი და თუ თქვენ გსურთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ამბობთ, რომ სამშვიდობო ინიციატივებისთვის ძალიან დაგვიშურეაო. სულ 2 წუთი მოგაცდინოთ და სააკაშვილის მარტო ერთი განცხადება, თითქოს მისი ბევრი სხვა რიტორიკის ფონზე არაფრით გამორჩეული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განცხადება მოგასმენინოთ. რომელი წელი ეს გავაკეთე? აი ჩავრთოთ და თქვენ თვითონ არ არის საჭირო. თუ არ გნებავთ, გეტყვით რას ამბობს. კამუფლაჟი აცვია, ფორმა აცვია სამხედრო. რომელი წელია გავაკეთე? ეს არის 6-7 წლები, შეიძლება 8 წლის დასაწყისით, როდესაც სანამ პუტინს შეხვდება. 8 წლის დასაწყისი არ იქნებოდა ალბათ. მოდით ნახოთ და თქვენ დაათარგეთ. არ მიდე გავაკეთე. ნუ ვიდავებთ ამაზე. ადამიანი ამბობს, რომ ყველამ ჩემსავით უნდა ჩაიცვას სამხედრო ფორმა და იბრძოლოს. რომ ჩვენ შვილები იმისთვის გვყავს, რომ იქ იომონ. მესმის, რომ ყველა ქართველი ტრადიციულად შვილი რა თმინდა თუ არა სამშობლოს დასაცავად და ასე ზრდის ყველა ქართველი თავის შვილს, მაგრამ აქ ხომ საუბარი სხვა რაღაცაზეა. აქ საუბარი იმაზეა, იყო თუ არა სიგიჟე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში. და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ქართული ჯარი, ამის მსხვერპლი აღმოჩნდა მოსახლეობა, რომელიც მახეში გაება და დახვრიტეს და არც გამოიყვანეს.
და რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიები, რომელიც უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე მანამდე იყო ოკუპირებული. თუ ეს არის გარედან, საიდანღაც, მე არ ვიცი რომელი გეოგრაფიული არეალიდან, ვიღაცის მიერ მისთვის და მათთვის მიცემული დავალება, რომელიც მათ საუკეთესოდ მართლაც ხუთიანზე, როგორც მათი რიცხვი იყო, შეასრულეს. თუ გნებავთ გვიპასუხეთ, თუ გნებავთ გითხარით, რომ დაბნეული ხართ, თუ გნებავთ, არ ვიცი. აუცილებლად გამოვთქვავ ჩემს ჯერტი 2004-დან 2008 წლამდე იმ ხარისხის და რაოდენობის ინფორმაციის გარეშე, რომელიც მე მაქვს 2008 წლის თებერვლიდან 2012-მდე, ვერაფერზე კვალიფიცირებულ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ერთ რაღაცას გამოვრიცხავ, რომ თუ გიდათ ორნაწილიან ერთ რაღაცას გამოვრიცხავ, არ ვიცი რითი იყო განპირობებული პრეზიდენტის ეს ინტერვიუები ან განცხადებები, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას და მე ვიცი თქვენ, რასაც მეკითხებით, დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვათ, რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო, აბსოლუტურად გამორიცხული არის ეს. პირველი და მეორე, იმისათვის რომ ჩვენ შევაფასოთ ეს განცხადებები, მე პირადად უნდა მქონდეს იმ ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც მქონდა როგორც მოადგილეს და მინისტრს. და ტერმინებში ვერ დაგეთანხმებით, ქარბატონო თეა, სიგიჟე და სიშლეგე ნამდვილად არ ახასიათებთ. ემოციურობა შეიძლება ხანდახან, მაგრამ კარგად მოფიქრებული იყო ყველაფერი, რასაც აკეთებდა და ჩვენ რუსეთთან შეიძლება სიგიჟესაც თამაშობდა, მე არ ვიცი, მაგრამ ხო, არ ვიცი, ამაზე ნუ ვიდავებ, შევთანხმდით, რომ ვერ ჩემი პოზიცია მაქვს, თქვენი პოზიცია. შევთანხმდით, რომ ვერ შევთანხმდით, ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ, რაც მე როგორც დიპლომატ საქართველოს მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც წდომა ჰქონდა უზომოდ ხარისხობრივ და უზომო რაოდენობის ინფორმაციაზე შემიძლია გითხრათ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირი ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლიდან და ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით. არასოდეს რუსეთის ფედერაციას არ სჭირდებოდა, ისევე როგორც დღეს, არ სჭირდებოდა თანასწორი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ურთიერთობა სუვერენულ საქართველოსთან. არასოდეს. და ეს განპირობებული, ამაზე დავილაპარაკოთ დახურულში, მაშინ როდესაც რამდენიმე ფაქტს მოგახსენებთ. კი ბატონო გრიგოლ, თქვენ დიდხანს მუშაობდით რუსეთის ფედერაციის საქმეთა მოსამართლეში. რუსეთის ფედერაციაში მე არ მიმუშავია ერთი დღე. მე მუშაობდი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეში. კი ბატონო. საბჭოთა კავშირში რუსეთის როგორც რესპუბლიკის ფარგლებში ცხოვრობდით და საბჭოთა კავშირის საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო და იქ მუშაობდით. ასევე დაასრულეთ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. აი, როდესაც იქ თქვენ იყავით რუსი დიპლომატი, ასე ქვია. საბჭოთა დიპლომატი. საბჭოთა დიპლომატი. ეს სტილისტურად და შინაარსობრივად განსხვავდება. სხვადასხვა საბჭოთა დიპლომატი. მაშინ ხომ არ ქონიათ შეხება, რა კი ძველი დრო გაიხსენეთ, აი ასეთ თემებთან, რაც იყო საქართველოსადმი მიმართება, ჩვენი ტერიტორიების, ასე ვთქვათ, ოკუპირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ესმის რომ რესპუბლიკები იყო ორივე მაშინ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ამ კონფლიქტებს და ამ ისტორიულ ფაქტებს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ახლა 2004-დან 12 წლამდე, დიდი ფესვები აქვს, ძალიან შორს წაგვიყვეს ამაზე საუბარი. განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებით. მაშინ ხომ არ ქონიათ რაიმე შეხება? დისკუსიები. ძალიან სერიოზული დისკუსიები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცივილიზებული კულტურული, ხანდახან მეგობრული ურთიერთობები მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია 1921 წლამდე და მე 21 წლის შემდეგ. ვითომეტეს, როდესაც აბსოლუტურად სუყველა საბჭოთა დიპლომატს, რომელიც არ იყო ეგრეთ წოდებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, როგორც თქვენი მონამორჩილი, ძვალბიში ქონდა გამჯდარი იმის რწმენა, რომ ეს სახელმწიფო არის მუდმივი. ყველა დიქტატურას რატომღაც ეჩვენება, რომ
ის სახელმწიფო ან მმართველობა არის მუდმივი. და როდესაც 1985 წელს ოდნავ გაიხსნა ქართულად როგორ არის ეს ტერმინი კლაპან როგორ არის Heute ორთქლის სარქველი რო გაიხსნა და ხმის ამოღება შეიძლებოდა და როდესაც დისკუსია დაიწყო მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელსაც გენერალურმა მდივანმა გორბაჩოვმა ვიყავი მე იმ შეხვედრაზე პირდაპირ მოუწოდა რომ ხმა მოიღეთ და დაიწყეთ ლაპარაკიო დაიწყო დისკუსია იმაზე ხო არ დაანგრევს კოოპერატიული მოძრაობა და ამ კოოპერატიული მოძრაობის საფუძველზე შექმნილი ქონებრივი და სოციალური უთანასწორობა სახელმწიფოს. როდესაც მე ვთქვი რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მინიმუმ 35 მიძინებული ეთნიკური კონფლიქტი არის, ამას მოყვა საშინელი აღშფოთება და ჩემი განკიცხვა. თუმცა გამომდინარე ვეგეტარიანული დროიდან პირდაპირ დასჯაზე ლაპარაკი არ იყო. ამიტომ ქალბატონო თეა საგარეო საქმეთა სამინისტროში ურთიერთგაგების მიღწევა ამ თემაზე იყო შეუძლებელი და ინსტიტუტში რადგან მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ მუდმივად ვეკითხებოდი სახელმწიფოს და სამართლის პროფესორებს, რომელიც სემინარებს გვიტარებდნენ, ან ლექციებს გვიკითხავდნენ. ვეკითხებოდი, საინტერესოა ჩვენ კონსტიტუციაში ერთპიროვნულად არის ალბათ ბატონ სტალინის მიერ, მაშინ მე შეიცვალა უკვე ბატონ ბრეჟნევის მიერ დაფიქსირებული მოკავშირე რესპუბლიკების აბსოლუტური უპირობო უფლება გამოვიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. როგორ წარმოგიდგენიათ ვიკითხებოდი ხოლმე ამის მექანიზმი ნუ აქ იწყებოდა სრული პანდემონიუმი იმედია გიპასუხეთ დიდი მადლობა სანამ ჩვენ გადავალთ იმ საკითხზე რაც თქვენ წამოჭერით სხდომის ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით წევრებს მინდა ვთხოვო შეკითხვები დასვან და შემდეგ დანარჩენ პროცედურას მივხედავთ ბატონი გურამი ბატონო ილია თქვენ გექნება შეკითხვა ბატონი გურამი ბატონი ილია ბატონო პატა გთხოვთ კარგით ბატონო გრიგოლ ორი შეკითხვა მექნება თქვენთან საერთოდ ისე ზოგადად უნდა ვთქვათ რომ რა შეკითხვებიც ახლა მექნება წინა პერიოდი ანუ შესავალი გავაკეთო რომ ის რომ საბჭოთა კავშირს და შემდგომ უკვე რუსეთს ეკნებოდა და ეკნება ყოველთვის იმისი სურვილი რომ ვთქვათ სხვა ქვეყნის ტერიტორიები მიითვისოს ამ შემთხვევაში საქართველოს ეს ახალი არ არის. ხელისუფლება მაშინ არის გონიერი, როცა შეძლებ რომ თავიდან აირიდო ნებისმიერი კონფლიქტი და მით უმეტეს ომი. თქვენ ბრძანეთ რომ ხელისუფლება მაშინ აკეთებდა ყველაფერს რომ 2008 წლის ომი თავიდან აერიდებინა. თუმცა კონკრეტიკები ამაზე არ მეტყველებს და თქვენც ეს არაფერი არ გითქვამთ. უფრო მეტიც თქვენ კი ახსენეთ თქვენი ინტერვიუზე რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში და შემდგომ დღეებში სახელმწიფო მინისტრი თქვენ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი პირდაპირ ამბობდა რომ ეს იყო ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული და აქ არაფერ შუაში არ იყო რუსეთის ფედერაცია. ანუ გამოდის რომ თუ თქვენს აი მონათხრობს მოусმენთ რომ რუსეთი წლების განმავლობაში ამისთვის ემზადებოდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ახალი არაფერი არ არის 1801 წლიდან შენ მაშინ ხარ ძლიერი როცა ამას აარიდებ ქვეყანას და ამ შემთხვევაში მაშინ რამ განაპირობა ის რომ ომის დაწყებამდე კი არა ომის დაწყების შემდგომ ძალიან კარგად გვახსოვს და არქივი არსებობს რომ უმტკიცებდნენ საზოგადოებას რომ ეჭვი კი არა პირდაპირ უმტკიცებდნენ რომ რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის ამ ომში და ეს არის ინსპირირებული ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან. ეს რატომ იყო? ეს ერთი კითხვა მაქვს და მეორე. ჩვენ ვიცით რომ შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლისა რაისი ინტერვიუში პირდაპირ ამბობს რომ ჩვენ ვაფრთხილებდით პრეზიდენტ სააკაშვილს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებთან დაკავშირებით, რაზეც თქვენც ისაუბრეთ და იმედია დახურულ შეხვედრაზე კიდევ უფრო მეც გვეტყვით რომ რა მზადდებოდა და როგორ მზადდებოდა და
ეს გაფრთხილება მან ყურად არიღო და სამწუხაროდ საქართველოს აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ეხლა ან სახელმწიფო მდივანი იტყუება შეერთებული შტატების და ან მაშინ რაღაცა პრობლემა არსებობს, იმიტომ რომ რადგან თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა ქვეყანას, მაშინ ურთიერთწინააღმდეგობაში მოვდივართ, ხო? თუ კი ამ ხელა ქვეყნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივანი, თქვენი კოლეგა ამბობს, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით პრეზიდენტს და მაინც ის წამოეგო ამ პროვოკაციას, ან ეს არის სიმართლე და ან მაშინ ის არის სიმართლე, რომ ყველაფერს აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება და ამ შემთხვევაში ტყუის სახელმწიფო მდივანი. აი ამ ორ კითხვაზე თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი. დიდი მადლობა. რაც შეეხება პირველ შეკითხვას. არასოდეს ბატონო გურამ არასოდეს რუსეთის ფედერაციას ჩვენთან აი კიდე ერთხელ ვიმეორებ არ შეუწყვეტია ომი ჯერ პროქსით ეს თარიღები თქვენც იცი მეც ვიცი დამსერ საზოგადოება და ვის გვიყურებს ეს ომი 7 აგვისტო 8 აგვისტო ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად პირადული და დახურულ შესაძაც ორ დოკუმენტს გაჩვენებ და შემდეგ გთხოვთ რომ თქვენ ეს რესურსი გამოიკვლიოთ თქვენი ყველაფერს ნახავთ რაც შეეხება ჩემ განცხადებას არასოდეს მე არ მithქვას რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ზუსტად გეუბნებით ციტატას მე იდენტური მეხსიერება მაქვს ამიტომ ჩვენ უნდა დავადგინოთ ეს კოკოიტის რეჟიმის თვითშემოქმედება არის თუ რუსეთის ფედერაციის ღია აგრესია კი მაგრამ ბოდიში თქვენი ყველა კოლეგა რო პირიქით ამბობთ და ეხლა მივდივართ ჩემ პროფესიის ერთ ძამნიშნულოვან ნაწილთან მაშინ როდესაც აი ამდენი იმედით კი არის იმისათვის რომ თავიდან აიცილო ომი მოწინააღმდეგე მხარეს არ უნდა დაუტოვო საშუალება შეგიყვანოს ამ რიტორიკაში ძალიან ბევრი შეკითხვა რომელიც ჩვენ მაშინ მქონდა მათ შორის იმ ინფორმაციაზე, რომელიც მუდმივად მოდიოდა ჩვენი მოკავშირეების დედაქალაქებიდან, სულ ყველას ჰქონდა იმედი იმისა, რომ შევძლებთ კიდევ ამას თავიდან აცილებას. დაახლოულ ნაწილში კიდე მეც მოგახსენებთ. რაც შეეხება ქალბატონ კონდოლისა რაისის ვიზიტს, ჩვენი მოკავშირეები ყოველთვის და ეს ციტატა არის საუბრის ჩანაწერებიდან, რომელიც როგორც კომისიის წევრებს შეგიძლიათ შეამოწმოთ და გაქვთ ცნობა, არ ჩაებათ პროვოკაციაში. არასოდეს არც ერთ ჩვენ მოკავშირეს არ უთქვავს თავი არ დაიცვა პირველი და მეორე ინფორმაცია იმაზე რა რაოდენობით რუსული ტექნიკა შემოდიოდა მაისის ბოლოდან ცხინვალის რეგიონში ამიტომ მოგართვით მე თქვენ ეს დოკუმენტი რომელსაც მე მოვლენების კვალდაკვალ და ინფორმაციის შემოსვლისთანავე მავნეჩვეულმა ყველაფერი ჩავიწერო და მეხსიერებას არ დავეყნო თქვენთვის ეს ვფიქრობ სასარგებლო იქნება კი მაგრამ ჩაგეკითხებით ბატონო გრიგოლ თავი არ დაიცვათ არ უთქვამს გასაგებია მაგრამ რომ ყოფილიყო ის მომენტი რომ თავის დაცვა იყო მხოლოდ მაშინ რა გამოდის სახელმწიფო მდივანმა ეს ვერ დაინახა რომ შეუძლებელი იყო ამ პროვოკაციის თავის არიდება და მეტია გამოსავალი არ ქონდა ხელისუფლებას და თავი უნდა დაეცვა მაშინ რატო არ გააკეთა ბატონო გურამ 2007 წელს მიუხენის სპიჩში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზუსტად აღწერა და მოუღვა დამსწრე საზოგადოებას რის გაკეთებას აპირებს. კაციშვილმა ეს გაფრთხილება არ დაიჯერა. სულ ყველა მის ჩათვალა სუსტი ხო გახსოვთ ბენზოგასამართ სადგურს ეძახდნენ რაკეტებით. ბენზოგასამართ რაკეტებიან სადგურის მეთაურის ისტერიკად. მეთოდური გეგმა რუსული საგარეო და სამხედრო პოლიტიკის უკვე გამომუშავებული იყო და არ შეიცვლებოდა არავითარ შემთხვევაში. და ჩვენ 2013 წელს და შემდეგ 2025-ში ვართ, ხო? 2022 წელს ისე ავად სახსენებელ თებერვალში აბსოლუტური დეჟავიუ განვიცადეთ. და ხა დახურულ ნაწილზე გადავიდეთ. გაცილებით უფრო თავისუფლად მოგახსენებ ყველაფერს. ბატონი ილია ინჯია ბატონ გრიგოლ თქვენ აღნიშნეთ რომ საქართველოს ყველაფერს აკეთებდა ომის თავიდან ასაცილებლად
და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული დაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენ ომისთვის ვემზადებით. თუ ჩვენ ამდენი და მეორე რომ კიდევ იყო იმედი იმისა, რომ თავიდან შეიძლებოდა მობილურებისაცი. კი, მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ყველა ის განცხადება რუსეთის უბიძგებდა იქით და ეს ნათელი იყო, რომ ის ომს აპირებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოსახლეობა მაინც ამაზე უპასუხე ბატონო ელიაგვე ქალბატონ თეას უბრალოდ მე მინდოდა რომ ეს დამეზუსტებინა და კი თქვენ რო და ყველა მონაცემი რომელიც საჭირო იყო იმ ადამიანებისთვის და იმ უწყებებისთვის ვისაც ეს ევალებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელ მინისტრს მაშინდელ სამინისტროს გადაცემული ჰქონდა. დანარჩენი ახლა შეფასების საგანი. კარგი, ბატონო გრიგოლ ბოდიში მაპატიეთ არა ბატონო ილია. არა, რადგან გადავაცხნე დახურულზე და ამას გვექნება საუბარი, ალბათ კიდევ უფრო ნათელი იქნება. დასვით კითხვა გქონდათ. თუ მერე დასვამთ კითხვას. დახურულში. მაპატიეთ, მე მგონი შეგაწყვეტინეთ. ბატონო გრიგოლ, დახურული ნაწილისთვის რა დროს ვარაუდობთ რომ გჭირდებათ? თქვენი კითხვებიდან გამომდინარე, მე სადღაც ალბათ 3 წუთი დამჭირდება. 3 წუთი. ზუსტად 5 იყოს. ხო 5 წუთი. მადლობა.